პარლამენტში ინიცირებული არის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური სალარო აპარატების სისტემის დანერგვას ითვალისწინებს და რეფორმის ფარგლებში სალარო აპარატის და მათ შორის საბანკო ტერმინალის ფუნქციები ერთ მოწყობილობაში გაერთიანდება, რაც ხელისუფლების შეფასებით ანგარიშწორების პროცესს გაამარტივებს და საგადასახადო ადმინისტრირებას მეტად გააუმჯობესებს. ბიზნესს კი არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლება და ახალ სისტემაზე გადასვლა მოუწევს. რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები ბიზნეს გარემოზე, კონკურენციაზე, ბაზარზე და მომსახურების ხარჯებს და გადასახადებს სისტემაზე როგორ აისახება? ამ თემაზე ვისაუბრებთ სტუდიაში. შემოგვიერთდა და უკვე დავით პაპიაშვილი, კრესტენ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი. დილამშვიდობისა დავით. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. არაერთი შეფასება მოვისმინეთ მათ შორის ხელისუფლების პოზიცია, მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციაც, ხო? როგორ შეაფასებთ? ანუ რატომ გახდა პირველ რიგში, რომ დავიწყოთ ამით საუბარი და გავხსნათ, რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილების შემოტანა და ეს პროცესი დღეს როგორ არის და შემდეგ უკვე აი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უკვე რა იცვლება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ესე იგი, ჯერ რომ ავხსნათ დღევანდელი მდგომარეობა, რომ როდესაც ბიზნესი ახდენს საქონლის ან მომსახურების მიწოდებას, გადახდა შეიძლება მოხდეს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშწორებით და საკანონმდებლო დონეზე დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ ნაღდი გადახდის შემთხვევაში აქვს ბიზნეს ვალდებულება, რომ სალარო აპარატი გამოიყენოს, ჩეკი ამობეჭდოს, ესე რომ ვთქვათ. უნაღდო საბარათე სისტემით, ანუ ტერმინალით გადახდის შემთხვევაში სალარო აპარატის ამობეჭდის ვალდებულება არ არის, თუმცა ესეც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ბიზნესი, ზოგიერთი მათ შორის სავაჭრო ობიექტი აღრიცხვიანობის გამარტივების მიზნით უბრალოდ მისი ინიციატივით ბეჭდავს ჩეკს, სალარო აპარატის ჩეკს ბარათით გაყიდულ საქონელზე, თუმცა ეს სავალდებულო არ არის ბარათით გაყიდულ საქონელზე, რომ სალარო აპარატი გამოვიყენოთ, ხო? მხოლოდ ნაღდი ანგარიშწორების დროს. აქ არის აღსანიშნავი ყველაზე მთავარი გარემოება, კერძოდ ის, რომ სალარო აპარატის გამოყენების შემთხვევაში, როცა ნაღდი ანგარიშწორება ხდება, ინფორმაცია ყოველდღიური ნავაჭრის შესახებ ავტომატურად გადაეცემა შემოსავლების სამსახურში, ვინაიდან სალარო აპარატები აღჭურვილი არის ის აპარატები, რომელიც დღეს გვაქვს, აღჭურვილი არის GPS სისტემით და ყოველი დღის ნავაჭრი შემოსავლების სამსახურში, ესე რომ ვთქვათ, გადაეცემა ეს ინფორმაცია და შემოსავლების სამსახური ოპერატიულად არის ინფორმირებული ნაღდი ანგარიშწორებით რეალიზაციის თანხებზე, ხო, გადამხდელთან მიმართებაში, რაც შეიძლება ითქვას, რომ ბარათით გადახდის შემთხვევაში ეს რეალობა არ გვაქვს, იმიტომ რომ ბარათით გადახდილი თანხა მიდის კომპანიის ბანკის ანგარიშზე, ბანკის ანგარიშზე არა შემოსავლების სამსახურს. ხო, ანუ და გზას გადის და შემოსავლების სამსახურს ესე ოპერატიული წვდომა ბანკის მონაცემებზე არ აქვს, თუ შემოწმება არ დაინიშნა, თუ ბანკის ამონაწერის გამოთხოვა არ მოხდა, შემოსავლების სამსახური ყოველდღიურად ვერ ხედავს, ხო? ბარათით გაყიდულ თანხებს, თუ გადამხდელმა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მისი ინიციატივით არ ამობეჭდა ტერმინალით გაყიდვის შემთხვევაში ჩეკი. აი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ ეს არის, ეხლა ჩვენ მოვისმინეთ, რომ რა თქმა უნდა გამარტივება მოხდება, იქ მოლარე ოპერატორების დრო დაიზოგება და ასე შემდეგ და გარკვეულწილად ეს სიმართლეა სავარაუდოდ, მაგრამ ეხლა არ მგონია ის, რომ შემოსავლების სამსახურს პირველ რიგში ადარდებდეს ეს ოპერატორების ყოველდღიური სამუშაო. შემოსავლების სამსახურის მთავარი მიზანი და ფინანსთა სამინისტროსი ალბათ ეს არის, რომ ოპერატიულად დაინახონ, ყოველდღიურ რეჟიმში დაინახონ, როგორც ნაღდი ანგარიშწორებით რეალიზებული საქონელი მომსახურება, ასევე ბარათით გადახდები. ეს პირველ რიგში ამას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ერთგვარი მონიტორინგი განხორციელდეს, რომ გადამხდელმა ეს თანხები დაბეგროს, იმიტომ რომ ბანკით გაყიდულ თანხებზე ესე ყოველდღიური კონტროლი არ არსებობს. მეორე მხრივ შეიძლება ეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა ბევრი სხვა მიზნით გამოიყენოს, მათ შორის ანალიტიკისთვის, მათ შორის ესეთი ოპერატიული გაყიდვების ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება სხვა ესე რომ ვთქვათ, გადასახადების გამოანგარიშება გაანალიზდეს და სხვა შორის შეიძლება ახალი ტიპის ინფორმაცია მოხდეს თავად შემოსავლების სამსახურში. ტექნიკურად ეს ალბათ შესაძლებელია, რომ ყიდველის შესახებ ინფორმაციაც ესე რომ ვთქვათ, გადაეცეს, ხო, ბარათით გადახდის შემთხვევაში. ხო, ნუ ეხლა ეს რამდენად დაინერგება, იმაზე არის დამოკიდებული. ამიტომ მთავარი მიზანი ამ კანონპროექტის ალბათ ეს არის, რომ გადასახადების ადმინისტრირება გაკონტროლდეს,
მათ შორის ამას შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გამარტივებაც. ხო, ეს თუ ამ შემთხვევაში შეფასებას გავაკეთებთ როგორც შემოსავლების სამსახურისთვის, ანუ ოპერატიულობის ნაწილში, თუმცა თუ შევხედავთ ამას ბიზნესის გადმოსახედიდან, ან თუნდაც ბანკების გადმოსახედიდან, იმიტომ რომ მათ შორის საუბარი არის რომ საკომისიო შემცირდება 0.3% და ასე შემდეგ. ანუ თვითონ კერძო სექტორზე როგორ გავლენას იქონიებს? ესე იგი რომ მივყვეთ დაუშვათ თვითონ ესე იგი მომხმარებლებზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ და თვითონ ბიზნესზე. რა თქმა უნდა, ხა გადაახდის ბარათით გადაახდის საკომისიო შემცირება, რა თქმა უნდა, კარგია ზოგადად თვითონ მომხმარებლებისთვის და ეს ხარჯის დაზეგვას გამოიწვევს, ბუნებრივია ხა ამაზე არავინ არ დაობს. თუმცა თავარი რისკები აქ შეიძლება იყოს მათ შორის ბიზნესისთვისაც, მცირე ბიზნესს გულისხმობ, რომ შეიძლება ხა ყველაზე ესე რომ ვთქვათ უბრალო სალარო აპარატი ძვირი არ ღირდეს, ხო? რაღაცა 400 ლარამდე ღირს დაახლოებით, ხო? თუმცა არსებობს სხვადასხვა ღირებულების მათ შორის აპარატები, არსებობს ბიზნესები, ვინც გარკვეული თანხა დაზოგეს და დახარჯეს ამ მიმართულებით, რომ თუნდაც პროგრამასთან ინტეგრაცია მათ გარკვეული თანხა დაუჯდათ და პირველი რისკი ალბათ ეს არის, რომ ამ პროცესში ნომერ პირველი დაინტერესებული მხარე ალბათ არის სახელმწიფო და ეს რეფორმა არ უნდა განხორციელდეს ალბათ ბიზნესის ხარჯზე. ნომერ პირველი გამოწვევა არის ის, რომ ბიზნეს მათ შორის აი 2028 წლის 1 მაისამდე არის დაანონსებული, რომ ძველი აპარატების გამოყენება შეიძლება. რაც შეიძლება კითხვის ნიშნებს აჩენდეს, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთმა მეწარმემ გუშინ შეიძინა სალარო აპარატი და აი ამ დილას გაიგო, რომ მას უკვე 2 წელზე ნაკლებ დროში 28 წლის 1 მაისამდეა საუბარი, უკვე აღარ დაჭირდება ესე რომ ვთქვათ ეს აპარატი. ამიტომ აქ ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ სასარგებლო გამოყენების ვადა რაც არის ამ აპარატების მაქსიმალურად მოხდეს გახანგრძლივება. ბიზნესისთვის რა თქმა უნდა ეს გამოიწვევს იმას, რომ მათი ესე რომ ვთქვათ გადასახადების გადახდა ძალიან ისე მაღალ დონეზე გაკონტროლდება და ფაქტობრივად ბიზნესი იძულებული იქნება, რომ ეს ნებისმიერი ფორმით გაყიდული საქონელი დაბეგროს, თუ ვინმე ამას არ აკეთებდა, ესე რომ ვთქვათ, კეთილსინდისერად არ უდგებოდა ამას. აქვე ერთს აღნიშნავ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნაღდი და უნაღდო ფორმით გაყიდულ საქონელზე არ არის საუბარი სავაჭრო ობიექტებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ცვლილების ეხება ავტომატური მექანიკური მოწყობილობით გაყიდულ საქონელზე. დღეს მდგომარეობით აპარატების მეშვეობით გაყიდული რაღაცა გამაგრილებელი სასმელები, სხვა რაღაცა პროდუქცია, ან თუნდაც აი ყავის აპარატები რო ავიღოთ, კანონში წერია, რომ ბიზნესი გათავისუფლებულია ესეთი აპარატებით საქონლის გაყიდვის შემთხვევაში, ამ აპარატებში ესეთი სალარო აპარატის მოდულების ჩაშენებისგან. აი ეს ნორმაც უქმდება, რაც ნიშნავს ფაქტიურად იმას, რომ არა მარტო სავაჭრო ობიექტებში ხდება ახალი ტიპის აპარატების შემოღების ვალდებულება წესდება, არამედ ესეთი აპარატებით ვინც ახდენ საქონლის რეალიზაციას, მათაც ექნებათ ვალდებულება, რომ გარკვეული თანხა დახარჯონ, მათ შორის ინტეგრირება მოახდინონ ამ ახალი სისტემის. დავით, ერთის მხრივ, ხო, შეიძლება დღეს შეფასდეს გარკვეულწილად, როგორც ოპერატიულად შემოსავლების სამსახურისთვის ინფორმაციის მიღება, მეორეს მხრივ შესაძლოა, ხო, 2 წლის განმავლობაში პირობითად ბიზნესიც ადაპტირდეს აი ამ ახალ სისტემაზე. თუმცა აი ესეთი მსგავსი მაგალითები, რომ ერთიან სისტემაში მოექცეს. ანუ აქ ამ წლებია, ხო, ეს ესე გრძელდება მომსახურების სფეროში. დღეს რატომ გახდა ის საჭირო მსგავსი ინიციატივის შემოღება, არსებობა და ასეთი მაგალითები ანუ რა კონკურენტულ ბაზარზე რა რისკებს აჩენს და ასეთი მაგალითები თუ არის სხვაგან? ნუ ესე იგი პირველ რიგში ალბათ ის არის, რომ უნაღდო გაყიდვები საერთო მოცულობა გაცილებით აღემატება ზოგადად ბოლო პერიოდში, ბოლო წლების განმავლობაში ნაღდით რეალიზებულ საქონელზე და ანუ ისევ და ისევ მივდივართ აქ, რომ რახან ეს დიდ თანხებზე არის აქ საუბარი. პირველ რიგში საუბარი არის იმაზე, რომ ამ შემოსავლების გაკონტროლება მოხდეს, ამ შემოსავლებიდან გადასახადების გადახდის. იცით, კონკურენცია, რა თქმა უნდა, ხა თუ გადახდების მეორე ნაწილი არის საკომისიო შემცირდება, ეს გარკვეულწილად გავლენას იქონებს. მაგრამ აქაც არ არის დაზღვეული პირობითად მომხმარებელი, რომ ერთის მხრივ შესაძლოა ეს საკომისიო 0.3% რაც დასახელდა შემცირდეს, თუმცა აქ დაზღვეულები არ ვართ სხვა საკომისიოების გაზრდის რისკებში, ხო? რა თქმა უნდა, ხა საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვა რა მიმართულებითაც წესდება, ეს მხოლოდ ამას ეხება და
რაში აისახება ეს და ანუ როგორი იქნება თუნდაც ანუ ბანკების რეაქცია ამაზე, რა თქმა უნდა აქ კითხვის ნიშნები ამ მიმართულებით არსებობს. ნუ მთავარი აქ არის რომ შემოსავლების სამსახურმა მიაღწიოს იმ მიზანს, რომ მოხდეს გადასახადების გაკონტროლება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აღნიშნე და კიდე გავმეორდები, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს ბიზნესის ხარჯზე და მაქსიმალურად ანუ ბიზნესის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული, იმიტომ რომ მარტო სავაჭრო ობიექტებზე არ ვსაუბრობ სხვა აპარატების მეშვეობით გაყიდულ საქონელზე და ანუ სხვადასხვა ტიპის ბიზნესებს მოუწევთ ანუ ამ პროცესზე გადაწყობა, ესე რომ ვთქვათ. დიდი მადლობა, დავით. ახსნა განმარტებისთვის, რომელიც მოისმინა დღეს საქმე ინდილას ეთერისთაც ჩვენმა საქმე მამაყურებელმა დავით პაპიაშვილი, კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი სტუმრობდა საქმე ინდილას.